ოდესმე გიფიქრიათ, რომ სახლში ფულის გარკვეულ ადგილებში შენახვის უბრალო აქტმა შესაძლოა სიღარიბე შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. ეს ერთი შეხედვით უდანაშაულო არჩევანი შესაძლოა დეფიციტის ციკლს ქმნიდეს, რომლის გარღვევაც, როგორც ჩანს, არ შეგიძლიათ. უძველესი ბუდისტური სწავლებები გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთი კონკრეტული ადგილი ფულის დადებით ენერგიას შთანთქავს, რაც კეთილდღეობას ბლოკავს და თქვენს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ის, რასაც დღეს გაგიზიარებთ, მხოლოდ რჩევა არ არის, არამედ სასწრაფო გაფრთხილებაა. თუ ამ შეცდომებს გააგრძელებთ, შესაძლოა, საკუთარი ფინანსური მომავლის საბოტაჟი განახორციელოთ ამის გაცნობიერების გარეშე. თქვენს სახლში ამ შვიდ ადგილს, სადაც შეიძლება ფულს მალავთ, ნეგატიური ენერგიის მოზიდვის ძალა აქვს, რაც წარმატებისა და სიუხვის შანსებს ძირს უთხრის. ყოველ წუთს, როდესაც ამის გამოსწორებას გადადებთ, საფრთხეს უქმნით ყველაფერს, რაც აქამდე ააშენეთ. მაგრამ არ ინერვიულოთ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი შეცვალოთ. ამ საშიში ადგილების თავიდან აცილებით და ბუდისტური სწავლებების გამოყენებით, ახლა გაგიმხელთ, შეგიძლიათ მთლიანად გარდაქმნათ თქვენი სახლის ენერგია. შედეგად, თქვენი ფინანსური ცხოვრება ისე აყვავდება, როგორც არასდროს, რაც კარს გაგიხსნით შესაძლებლობების, უსაფრთხოებისა და ზრდისკენ. გახსოვდეთ, კეთილდღეობა მცირე ქმედებებით იწყება და ეს ვიდეო შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი, რომელსაც ელოდით. ახლა, სანამ გადავალთ, თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ ეს ღირებული ხედვები მეტ ადამიანს მიაღწევს და გააგრძელებთ ცხოვრების შემცვლელი კონტენტის მიღებას. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ შეთხოვინებების ზარს და ერთად ვიმოქმედოთ პოზიტიურად. კომენტარებში დაწერეთ, მე ვიზიდავ კეთილდღეობას ჩემს ცხოვრებაში და ჩემს სახლში. ან თუ გირჩევნიათ, ღია ვარ სიუხვის მისაღებად ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში. ერთად გამოვავლინოთ. გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, ღრმა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენ ხშირად არასაკმარისად ვაფასებთ ჩვენი სახლის ძალას ჩვენს ენერგიასა და ფინანსებზე. ბუდისტური სწავლებები გვიჩვენებს, რომ ჩვენს სახლში ყველა სივრცე ატარებს საკუთარ ენერგიას, რამაც შეიძლება პირდაპირ გავლენა მოახდინოს ჩვენს კეთილდღეობაზე. როდესაც საქმე ფულს ეხება, როგორ ვინახავთ მას და სად ვირჩევთ შესანახად. მას შეუძლია შექმნას სიუხვის ან სიმცირის გარემო. ეს კონცეფცია შეიძლება ზოგიერთისთვის აბსტრაქტულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ღრმად არის ფესვგადგმული უძველეს სიბრძნეში, რომელიც ჩვენს მატერიალურ კეთილდღეობას სულიერთან აკავშირებს. უძველესი დროიდან ბუდისტური სწავლებები ხაზს უსვამდა ჩვენი ენერგიის სამყაროსთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას კეთილდღეობის მოსაზიდად. ამ შესაბამისობის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს სახლში სივრცეების მოვლაა. მაგალითად, ბევრ აღმოსავლურ კულტურაში ფენშუის პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება გარემოს ენერგიის ჰარმონიზაციისთვის. და ბუდიზმი გვთავაზობს მსგავს სწავლებებს, რომლებიც ფოკუსირებულია ჩვენს სახლში დადებითი და მოძრავი ენერგიის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. როდესაც ჩვენ უგულებელ ყოფთ ამ მითითებებს, შესაძლოა, უნებლიეთ ბლოკავთ სიუხვის ნაკადს ჩვენს ცხოვრებაში. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ არ ჩანს ფული საკმარისად შორს, კარგი ფინანსური დაგეგმვის შემთხვევაშიც კი? პასუხი შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე თქვენ გონიათ, იმ ადგილებში, სადაც ფულს ინახავთ. მისი სახლში არასწორ ადგილებში შენახვამ შეიძლება შექმნას უარყოფითი ენერგიის ველი, რომელიც აფერხებს კეთილდღეობას და იზიდავს დეფიციტს. ეს სივრცეები, რომლებიც ხშირად პრაქტიკულად ან უსაფრთხოდ ითვლება, შესაძლოა რეალურად ხელს უშლიდეს დადებითი ენერგიის ნაკადს. ბუდისტური სწავლებები გვაფრთხილებს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვენი გარემოს ენერგიის ჩვენს ფინანსებზე ძალაუფლების არასაკმარისად დაფასებით. ამიტომ, სანამ შემდეგ ნაწილზე გადავალთ, დაუთმეთ ერთი წუთი თქვენს გარშემო არსებულ გარემოზე ფიქრს. შეაფასეთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენი სახლის ენერგია თქვენს ფინანსებზე და მოემზადეთ 7 კონკრეტული ადგილის აღმოსაჩენად, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა მოერიდოთ. ამ გამოცხადებების საფუძველზე თქვენი ფულის შენახვისას, თქვენ შეძლებთ თქვენი სახლის ენერგიის ტრანსფორმაციას, რაც კეთილდღეობისთვის თქვენს ცხოვრებაში თავისუფლად შემოდინების გზას გაუხსნის. გახსოვდეთ, ცვლილებები ცნობიერებით იწყება და თქვენ აპირებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას უფრო წარმატებული მომავლისკენ. ახლა, როდესაც გესმით თქვენი სახლის ენერგიის კეთილდღეობის მოსაზიდად მორგების მნიშვნელობა, მოდით აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები, სადაც არასდროს არ უნდა შეინახოთ თქვენი ფული. ეს ერთი შეხედვით უნებელი ადგილები შეიძლება წურავდეს თქვენს ფინანსურ ენერგიას და იზიდავდეს დეფიციტს თქვენი გაცნობიერების გარეშე. მოდით, შევისწავლოთ თითოეული და გავიგოთ, რატომ. ბუდისტური სწავლების თანახმად,
ისინი ნებისმიერ ფასად უნდა იქნას აცილებული. პირველი. ფულის ლეიბის ქვეშ შენახვა ძველი და გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც უსაფრთხოებასა და საიდუმლოებასთან ასოცირდება. თუმცა, ბუდისტური სწავლების თანახმად, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია თქვენი ფულის შესანახად. ლეიბი არის ის ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ. და ის უნდა იყოს დასვენებისა და გაახალგაზრდავების ადგილი. როდესაც ფულს ლეიბის ქვეშ ვდებთ, ჩვენ ვქმნით ენერგეტიკულ დისბალანსს, ვურევთ დასვენების ვიბრაციებს ფულზე წუხილისა და მიჯაჭვულობის ვიბრაციებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენარი ღამეები და ფინანსური დაუცველობის მუდმივი განცდა, მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი თანხა დაზოგილი. უფრო მეტიც, ლეიბის ქვეშ ფული მუდმივად ზეწოლის ქვეშაა. სიტყვასიტყვით, ეს სიმბოლური წონა წარმოადგენს ტვირთს, რომელიც შეიძლება გახდეს ფული, როდესაც ის ცუდად არის შენახული. თავისუფლად ნაკადის და მეტი სიუხვის მოზიდვის ნაცვლად, ფული ხაფანგში ეცემა, იკუმშება და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ენერგიაც მძიმე და სტაგნაციას განიცდის. ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოიხატოს ფინანსური სირთულეების, გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების და ბლოკირების სახით კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე. ლეიბი, რომელიც დასვენების სივრცე უნდა იყოს, საბოლოოდ წუხილისა და დაძაბულობის ადგილად იქცევა. კიდევ ერთი კრიტიკული საკითხია ის, რომ ფულის ლეიბის ქვეშ დამალვა ხშირად უნდობლობისა და შიშის გრძნობიდან გამომდინარეობს. ამ ტიპის ნეგატიური ენერგია თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში იჭრება. დეფიციტის ციკლის შექმნა და იქ ფულის შენახვა არა მხოლოდ ამ გრძნობებს ცოცხლად ინარჩუნებს, არამედ ყოველდღიურად აძლიერებს მათ. ყოველ ჯერზე, როცა თავს დააცვებით დასაძინებლად, სიუხვის მოზიდვის ნაცვლად, თქვენ აძლიერებთ დეფიციტისა და გადარჩენის აზროვნებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ლეიბი სულიერი განახლების ადგილია, სადაც სხეული და გონება უნდა აღდგეს ენერგიით. ფულის მის ქვეშ შენახვა ხელს უშლის ამ პროცესს, ქმნის ბარიერს თქვენსა და აღმდგენი დასვენებისთვის საჭირო სიმშვიდეს შორის, რომელიც საჭიროა სუფთა გონებისა და ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის. ფულის ლეიბის ქვეშიდან ამოღებით და უფრო შესაფერისი ადგილის პოვნით, თქვენ არა მხოლოდ ათავისუფლებთ ამ სტაგნაციურ ენერგიას, არამედ გზას უხსნით კეთილდღეობას, რათა თქვენს ცხოვრებაში უფრო მოქნილი და ბუნებრივი გზით შევიდეს. მეორე. ფულის სამზარეულოში შენახვა. ბევრი ადამიანი თვლის, რომ სამზარეულო, როგორც სახლის გული, კარგი ადგილია ფულის შესანახად. ბოლოს და ბოლოს ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვამზადებთ ჩვენს საკვებს, უყვებავთ ჩვენს ოჯახებს და შესაბამისად ჩვენს ფინანსურ ცხოვრებასაც. თუმცა, ბუდისტური სწავლების თანახმად სამზარეულოში, განსაკუთრებით კარადაში, ფულის შენახვას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. სამზარეულო ტრანსფორმაციის სივრცეა, სადაც ელემენტები გაერთიანებულია და იცვლება რაღაც ახლის შესაქმნელად. ფულის ამ გარემოში შენახვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ მუდმივად ამზადებთ ან ცვლით თქვენს ფინანსურ ენერგიას, რამაც შეიძლება არასტაბილურობა და გაურკვევლობა გამოიწვიოს. კერძოდ, სამზარეულოს კარადა არის სივრცე, რომელიც ხშირად დახურული, ბნელი და დავიწყებული რჩება. ასეთ ადგილას შენახვისას ფული, როგორც წესი, შთანთქავს ამ თვისებებს, იმალება და დავიწყებას მიეცემა თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში. მიმოქცევაში ყოფნისა და მეტი სიუხვის მოზიდვის ნაცვლად, ის სტაგნაციას განიცდის, რაც სიმბოლურად გამოხატავს რესურსებს, რომლებიც მიუწვდომელია ან რომელთა სრულად გამოყენება შეუძლებელია. ეს სტაგნაცია შეიძლება აისახოს თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში, როგორც თქვენს სახსრებზე წვდომის სირთულეები, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები ან თუნდაც მოულოდნელი ხარჯები. გარდა ამისა, სამზარეულო თბილი და ნოტიო გარემოა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ფულზე ფიზიკურად, არამედ ენერგეტიკულადაც. ზედმეტი სიცხე შეიძლება სიმბოლურად გამოხატავდეს იმპულსურობას და არასაჭირო ხარჯვას. მიუხედავად იმისა, რომ ტენიანობა არეულ ემოციებსა და ყოხმანს განასახიერებს, ამ ენერგიებს შეუძლიათ შეაღწიონ თქვენს ფინანსებში, რაც გამოიწვევს ნაკლებად რაციონალურ და უფრო ემოციურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას. ამრიგად, სამზარეულოს კარადაში ფულის შენახვა ისეთი პრაქტიკაა, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს თქვენი დაბალანსებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. და ბოლოს, სამზარეულოს კარადა არის ადგილი, სადაც ჩვენ ვინახავთ საკვებს, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. როდესაც ფული ამ სივრცეშია, მას შეუძლია სიმბოლურად გამოხატოს იდეა, რომ თქვენი რესურსები მუდმივად მოიხმარება ან იწურება. გამრავლებისა და მეტი სიუხვის მოზიდვის ნაცვლად,
იქ შენახული ფული შეიძლება ორთქლდებოდეს, როგორც საკვები, რომელიც გამოყენებასთან ერთად ქრება. ფულის ენერგიის ძლიერი და აყვავებული შესანარჩუნებლად აუცილებელია. თავი აარიდოთ მის შენახვას ისეთ ადგილას, სადაც მისი სიმბოლურად მოხმარება ან გაცვეთაა შესაძლებელი. მესამე. ფულის აბაზანაში შენახვა შეიძლება უჩვეულო პრაქტიკად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრი ადამიანი თავის ყველაზე ძვირფას ნივთებს ისეთ ადგილებში მალავს, რომლებსაც ისინი შეუმჩნევლად მიიჩნევენ, მაგალითად, აბაზანის კარადაში ან თუნდაც უნიტაზის აუზში. თუმცა, აბაზანა ფულის შესანახად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია. ბუდისტური სწავლების თანახმად, აბაზანა განთავისუფლებისა და განწმენდის ადგილია, სადაც ჩვენ ვთავისუფლდებით ფიზიკური და ფსიქიკური მინარევებისგან. ამ გარემოში ფულის განთავსება შეიძლება სიმბოლურად გამოხატავდეს თქვენი კეთილდღეობის გარეცხვას ან ჩარეცხვას. ეს იწვევს თქვენი ფინანსების ენერგიულად ჩაშვებას კანალიზაციაში. აბაზანა ასოცირდება მოძრავ წყალთან, რომელიც შესანიშნავია გაწმენდისა და განწმენდისთვის, მაგრამ საშინელია ფინანსური სტაბილურობისთვის. მომდინარე წყალს შეუძლია ფულის ენერგიის გარეცხვა, რაც ქმნის განცდას, რომ რაც არ უნდა გამოიმუშაოთ, ის ყოველთვის თქვენს თითებში სრიალებს. ენერგიის ამ მუდმივ მოძრაობას აბაზანაში შეუძლია ხელი შეუშალოს ფულის სტაბილიზაციას და დაგროვებას, რაც იწვევს ფინანსურ ცხოვრებას, სავსე აღმავლობებითა და დაღმასვლებით, მცირე უსაფრთხოებითა და დიდი გაურკვევლობით. გარდა ამისა, აბაზანა ხშირად დაბალი ვიბრაციის სივრცეა, რომელიც დაკავშირებულია აქტივობებთან, რომლებიც არ შეესაბამება კეთილდღეობას, როგორიცაა ნარჩენების გადაყრა. ფულის ამ გარემოში შენახვამ შეიძლება მიიზიდოს ნეგატიური ენერგიები, როგორიცაა ფინანსური დანაკარგები ან მოულოდნელი ხარჯები. თითქოს გარემო მუდმივად წმენდს ან ანადგურებს თქვენს კეთილდღეობას. საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს განცდა, რომ მუდმივად გიწევთ თქვენი ფინანსების დალაგება ან თავიდან დაწყება. ვერასდროს შეძლებთ მყარი საფუძვლის აშენებას. სააბაზანო არის კონფიდენციალურობის ადგილი, მაგრამ არა ენერგეტიკული დაცვის. ფულის დამალვა შეიძლება დაკავშირებული იყოს შიშთან და დაუცველობასთან, ემოციებთან, რომლებიც არ უნდა იყოს დაკავშირებული კეთილდღეობასთან. აბაზანაში ფულის შენახვით, თქვენ სიმბოლურად ათავსებთ თქვენს ფინანსებს იზოლაციისა და მყიფეობის ადგილას. მეტი სიუხვისა და ფინანსური უსაფრთხოების მოსაზიდად აუცილებელია აირჩიოთ ადგილი, რომელიც წარმოადგენს დაცვას, სტაბილურობას და დადებით ენერგიას. შორს აბაზანასთან დაკავშირებული განთავისუფლებისა და განკარგვის ენერგიებისგან. მეოთხე. ფულის შენახვა ელექტრონულ მოწყობილობებთან, როგორიცაა ტელევიზორები, კომპიუტერები, ან თუნდაც მიკროტალღურ ღუმელთან ახლოს, შეიძლება მოსახერხებელ არჩევანად მოგეჩვენოთ. თუმცა, ბუდისტური სწავლების თანახმად, ეს არის ადგილი, რომელსაც ყველა ფასად უნდა მოერიდოთ. ელექტრონული მოწყობილობები ასხივებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ ფულის ენერგიას. ეს ტალღები დამუხტულია არასტაბილური და ხშირად ქაოტური ენერგიით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის ნაკადს. ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამომუშავებული ენერგია ქმნის არეულობისა და ფინანსური დაბნეულობის ატმოსფეროს, სწრაფი და არასტაბილურია და ხშირად დესტრუქციულია, როდესაც ფული ინახება ამ ენერგიის წყაროებთან ახლოს. ის შთანთქავს ამ მახასიათებლებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმპულსური ხარჯვა, სარისკო ინვესტიციები ან ნაჩქარევი ფინანსური გადაწყვეტილებების სტაბილურობისა და ზრდის ხელშეწყობის ნაცვლად. ელექტრონული მოწყობილობების მახლობლად შენახულ ფულზე შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქაოტურმა ენერგიამ, რაც გამოიწვევს მოულოდნელ დანაკარგებს ან თქვენს ფინანსებზე კონტროლის არარსებობის შეგრძნებას. უფრო მეტიც, ელექტრონული მოწყობილობები ყურადღების გაფანტვის წყაროა და ხშირად წარმოადგენს უკონტროლო მოხმარებას. ფულის ამ მოწყობილობებთან ახლოს შენახვა შეიძლება სიმბოლო იყოს ხარჯვის მუდმივი ცდუნებისა. იქნება ეს გართობაზე, ტექნოლოგიაზე თუ სხვა არასაჭირო ნივთებზე. ამ სიახლოვემ შეიძლება შეასუსტოს თქვენი ფინანსური დისციპლინა და გაზარდოს იმპულსური ხარჯვის ალბათობა, რომელიც გადაგამისამართებთ კეთილდღეობის გზიდან. თითქოს ელექტრონიკის ენერგია იპარავს ფულის ენერგიას. ის გადამისამართებულია დაუყოვნებლივ მოხმარებაზე და არა გრძელვადიან ინვესტიციებზე. ელექტრონული მოწყობილობები ხშირად სტრესთან და ფსიქიკურ გადატვირთვასთან ასოცირდება, განსაკუთრებით თანამედროვე დროში. ამ მოწყობილობებთან ახლოს ფულის განთავსებამ შეიძლება გაზარდოს ფინანსებთან დაკავშირებული ზეწოლისა და შფოთვის განცდა, რაც შფოთვისა და დაუცველობის ციკლს ქმნის. თქვენი ფინანსების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად,
უმჯობესია აირჩიოთ ადგილი, რომელიც სიმშვიდეს, სტაბილურობასა და სიცხადეს განასახიერებს. შორს ელექტრონული მოწყობილობების დამანგრეველი გავლენისგან. მეხუთე პუნქტი. ფულის ხვენში შენახვა შეიძლება უსაფრთხო არჩევნად მოგეჩვენოთ, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ხშირად იშვიათად სტუმრობენ და რომელიც თვალისთვის მიუცდომელია. თუმცა, ბუდისტური სწავლების თანახმად, სხვენი არის ადგილი, რომელსაც ფულის შესანახად უნდა მოერიდოთ. სხვენი სიმბოლურად სახლის სახურავია, რომელიც წარმოადგენს იმას, რაც თქვენს ზემოთაა და იმას, რასაც თქვენ აშკარად ვერ ხედავთ. ფულის იქ შენახვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი კეთილდღეობა მიუცდომელია, ან რომ თქვენი რესურსები შორეულ ადგილასაა ჩარჩენილი, სრულად გამოყენების შესაძლებლობის გარეშე. გარდა ამისა, სხვენი ხშირად ასოცირდება დავიწყებულ ან უგულებელ ყოფილ ნივთებთან. ნივთები, რომლებიც რეგულარულად არ გამოიყენება და დროთა განმავლობაში მტვერს გროვდება. სხვენში შენახული ფული შეიძლება შთანთქას დავიწყების და სტაგნაციის ეს ენერგია, რაც მიუცდომელი ან ძნელი აღსაქმელი ხდება, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოიხატოს მოულოდნელი ფინანსური სირთულეებით. თქვენს დანაზოგზე წვდომის დაბრკოლებებით ან მუდმივი განცდით, რომ თქვენი კეთილდღეობა შორს არის თქვენგან. სხვენი ხშირად ბნელი, დახუთული და არეული სივრცეა, რამაც შეიძლება შექმნას ქაოსისა და არეულობის ენერგია. ასეთ გარემოში ფულის შენახვამ შეიძლება იგივე სახის დისორგანიზაცია გამოიწვიოს თქვენს ფინანსებში, რაც გამოიწვევს დაბნეულობას, არეულ ანგარიშებს და იმის გარკვევის ნაკლებობას, თუ სად და როგორ გამოიყენება თქვენი ფული. ფინანსური აყვავებისთვის აუცილებელია, რომ ფული იყოს ადვილად მისადგომი და ისეთ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს სიცხადეს და წესრიგს. და ბოლოს, სხვენი სიმბოლურად ამაღლებულია, რაც შეიძლება წარმოადგენდეს იმას, რომ თქვენი ფული თქვენს ზემოთაა და თქვენი უშუალო კონტროლიდან გამოსულია. ამან შეიძლება შექმნას უმწეობის განცდა თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით. თითქოს ფული თქვენს ხელთ არ არის ან თქვენზე ბატონობს, იმის ნაცვლად, რომ თქვენ აკონტროლებდეთ მას. იმისათვის, რომ თქვენი კეთილდღეობა ყოველთვის ხელთ იყოს. უმჯობესია ფული შეინახოთ ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც მისი მართვა და გამოყენება მარტივად იქნება შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში. ნომერი მე-6. ფულის ავტოფარეხში შენახვა შეიძლება პრაქტიკულ იდეად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თუ ის სეიფში ან კარგად დამალულ ყუთშია. თუმცა, ავტოფარეხი გარდამავალი ადგილია, სადაც ყველაფერი მუდმივად მოდის და მიდის. ბუდისტური სწავლების თანახმად, გარდამავალი ენერგია განსაზღვრავს ავტოფარეხს. ეს ჩვენი ფულის საპირისპიროა. მუდმივი მოძრაობისა და ნაკადის გარემოში შენახვისას, ფული შეიძლება არასტაბილური გახდეს, ისევე სწრაფად გაედინება, როგორც შემოდის, რაც ხელს უშლის სიმდიდრისა და ფინანსური სტაბილურობის დაგროვებას. ავტოფარეხი ხშირად შერეული სივრცეა, სადაც სხვადასხვა ნივთი ინახება, რომელთაგან ბევრი რეგულარულად არ გამოიყენება ან გადასაგდებად არის განწირული. დროებითი შენახვის ეს გარემო ფულს არასტაბილურობის ენერგიას აძლევს. თითქოს ეს რაღაც დროებითია, რომელიც დიდხანს არ დარჩება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება გამოვლინდეს დაზოგვის სირთულეებში ან იმ განცდაში, რომ რამდენიც არ უნდა გამოიმუშაოთ, ფული ყოველთვის სწრაფად ქრება კვალის გარეშე. ავტოფარეხი ჩვეულებრივ ასოცირდება მანქანებთან და ტრანსპორტთან, რაც მოძრაობასა და ცვლილებას წარმოადგენს. ფულის ასეთ ადგილას შენახვა შეიძლება სიმბოლურად გამოხატავდეს თქვენი ფინანსური რესურსების მოძრაობას, რამაც შეიძლება არასტაბილურობა და გაურკვევლობა მოიტანოს თქვენი ფულის ზრდისა და გამრავლების ნაცვლად. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის მუდმივად ტოვებს თქვენს ცხოვრებას, როგორც მანქანა, რომელიც ავტოფარეხიდან მოდის და მიდის. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ფულის შენახვა ისეთ ადგილას, რომელიც უსაფრთხოებას და მუდმივობას წარმოადგენს. ავტოფარეხი ხშირად სახლში ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილია. მეორადი სივრცე, რომელსაც სხვა ოთახებთან შედარებით იგივე ყურადღება ან მოვლა არ ექცევა. ფულის ავტოფარეხში შენახვა შეიძლება თქვენი ფინანსური რესურსების არასაკმარისად შეფასების სიმბოლო იყოს, რაც მათ თქვენი ცხოვრების უკანა პლანზე გადასვლის საშუალებას იძლევა. ეს შეიძლება აისახოს თქვენი ფინანსებისადმი ყურადღების ნაკლებობაზე, რაც გამოიწვევს უგულებელყოფას, არასწორ მენეჯმენტს და კეთილდღეობის მოზიდვისა და შენარჩუნების შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას. ფული უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილას, რომელიც მისი მნიშვნელობის სიმბოლოა და რომელიც შეესაბამება დადებით და მაღალ ვიბრაციულ ენერგიებს. მე-7 პუნქტი. ბევრი ადამიანი ფულის ოფისის უჯრაში ან მაგიდაში შენახვას ირჩევს, რადგან თვლის, რომ ეს უსაფრთხო და ადვილად მისადგომი ადგილია.
თუმცა ბუდისტური სწავლების თანახმად ეს ასევე ერთ-ერთი ადგილია, რომლის თავიდან აცილებაც ღირს. ოფისი ან მაგიდა ინტენსიური გონებრივი აქტივობის, დაგეგმვისა და ხშირად სტრესის ადგილია. ფულის ამ გარემოში შენახვამ შეიძლება თქვენს ფინანსებს შფოთვისა და გადატვირთვის ენერგია შეავსოს, რამაც შეიძლება ფულის გამო მუდმივი შფოთვა გამოიწვიოს. ოფისის უჯრა ან მაგიდა ხშირად არაორგანიზებულობის ადგილია, სადაც ქაღალდები და სხვადასხვა ნივთები გროვდება. ეს არეულობა შეიძლება გადავიდეს ფულის ენერგიაზე, რაც იწვევს ფინანსურ დაბნეულობას, გადასახადებში გაუგებრობას და თქვენი რესურსების ეფექტური კონტროლის შენარჩუნების სირთულეებს. გარდა ამისა, სამუშაო გარემო შეიძლება დაკავშირებული იყოს ზეწოლასთან და ვადებთან, რამაც შეიძლება ფულის ენერგია გარდაქმნას სტრესთან და სასწრაფოებასთან დაკავშირებულ რამედ, ვიდრე კეთილდღეობასა და სიმშვიდესთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ოფისი არის ადგილი, სადაც ხშირად რთულ გადაწყვეტილებებს და გადასაჭრელ პრობლემებს ვაწყდებით. ამ გარემოში ფულის შენახვამ შეიძლება თქვენი ფინანსები პრობლემების გადაჭრის ენერგიით დატვირთოს. ახალი შესაძლებლობების მოზიდვის ნაცვლად, ფული შეიძლება კრიზისების გადაჭრის რესურსად აღიქმებოდეს და არა გაფართოებისა და ახალი მიზნების მიღწევის საშუალებად, რამაც შეიძლება შეზღუდოს თქვენი ფინანსური ზრდის შესაძლებლობები. და ბოლოს, მაგიდა და ოფისი კონცენტრაციისა და ფოკუსირების ადგილებია. ასევე, სიხისტის. ფულის იქ შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფინანსების სიხისტე და მართვასთან გამკლავება, რაც ხელს შეუშლის კეთილდღეობის ბუნებრივ ნაკადს, რათა თქვენს ფინანსებში უფრო მსუბუქი და უხვი ენერგია მიიზიდოს. უმჯობესია აირჩიოთ უფრო მოდუნებული და პოზიტიური ადგილი ფულის შესანახად, სადაც მას შეუძლია გამრავლება და თავისუფლად დინება სამუშაოსთან დაკავშირებული ზეწოლის გარეშე. თუ ნამდვილად გსურთ თქვენი ფინანსური ენერგიის ტრანსფორმაცია, აუცილებელია გონივრულად აირჩიოთ ადგილები, სადაც ფულს ინახავთ. ბუდისტური სწავლების თანახმად, სწორი ადგილები არა მხოლოდ იცავს თქვენს რესურსებს, არამედ აძლიერებს კეთილდღეობასთან დაკავშირებულ დადებით ენერგიას. ეს ადგილები ხელს უწყობს სიუხვის მუდმივი ნაკადის შენარჩუნებას, ამავდროულად თავიდან აიცილებს ენერგეტიკულ ბლოკირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი. აქ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, თუ სად უნდა შეინახოთ თქვენი ფული კეთილდღეობისა და ფინანსური უსაფრთხოების მოსაზიდად. ფულის შესანახად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია უსაფრთხო ყუთში შენახვა, რომელიც სახლში სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. მაგალითად, საძინებელში, ყარადაში ან ოთახში, რომელიც სიმშვიდესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება. იდეალურ შემთხვევაში, ეს ადგილი უნდა იყოს ორგანიზებული, სუფთა და ადვილად მისადგომი, მაგრამ არა იმდენად ღია, რომ ფული დაკარგვის ან მოპარვის სამიზნე გახდეს. სეიფი ან ყუთი უნდა აღიქმებოდეს, როგორც უსაფრთხოებისა და დაცვის სიმბოლო, რომელიც ფულს სტაბილურობის ენერგიით ავსებს. გარდა ამისა, შვიდი და დაცული ადგილის არჩევით, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ფული ინახება გარემოში, სადაც ენერგია დადებითად და მშვიდობიანად მიედინება. კიდევ ერთი რეკომენდებული ადგილია კერამიკული ან ხის კონტეინერი. მასალები ცნობილია უარყოფითი ენერგიის შთანთქმისა და ნეიტრალიზაციის ენერგეტიკული თვისებებით. ეს კონტეინერები შეიძლება შეინახოთ თაროებზე, კარადებში ან სხვა დისკრეტულ ადგილებში, რომლებიც პირდაპირ არ არის კონტაქტში მუდმივ მოძრაობასთან. კერამიკა და ხე, როგორც ბუნებრივი მასალები, ხელს უწყობს ფულის ენერგიის დედამიწასთან დაკავშირებას, რაც ქმნის დამიწებისა და უსაფრთხოების განცდას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის განცდა თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით. ხელი შეუწყოს სტაბილურობას და გრძელვადიან ზრდას. ასევე შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი ფულის შენახვა ისეთ ობიექტებთან ახლოს, რომლებიც კეთილდღეობისა და სიუხვის სიმბოლოა, როგორიცაა ჯანსაღი მცენარეები ან კრისტალები, როგორიცაა პირიტი და ციტრინი, რომლებიც ცნობილია სიმდიდრის მიზიდვით. ეს ნივთები არა მხოლოდ ამშვენებს სივრცეს, არამედ აძლიერებს გარემოს დადებით ენერგიას, ქმნის კეთილდღეობის მაგნიტურ ველს ამ ნივთებთან ახლოს ფულის განთავსებით. თქვენ სიმბოლურად იწვევთ მეტ სიუხვეს თქვენს ცხოვრებაში. ეს მარტივი ჟესტი დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ფინანსების ხედვა და მართვა. ხელს უწყობს ზრდისა და შესაძლებლობების აზროვნებას. ადგილი, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია. ეს არის გათამაშება, რომელიც ექსკლუზიურად ფულს ეძღვნება, სადაც ასევე ინახავთ დადებით აფირმაციებს ან კეთილდღეობის მანტრებს. ეს გათამაშება უნდა იყოს ორგანიზებული და სუფთა, ხოლო ფულის იქ განთავსების აქტი შეიძლება გადაიქცეს მადლიერებისა და დადებითი განზრახვის რიტუალად. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ უჯრაში ფულს შეინახავთ, გონებაში გაიმეორეთ კეთილდღეობის დადასტურება, როგორიცაა
მე ვიზიდავ სიუხვეს და ფინანსურ უსაფრთხოებას ჩემს ცხოვრებაში. დროთა განმავლობაში ამ პრაქტიკას შეუძლია გააძლიეროს ფულთან დაკავშირებული დადებითი ენერგია, რაც დაგეხმარებათ შექმნათ კეთილდღეობის უწყვეტი ციკლი, რათა ნამდვილად მიიზიდოთ და შეინარჩუნოთ კეთილდღეობა. არ არის საკმარისი მხოლოდ სწორი ადგილების არჩევა თქვენი ფულის შესანახად. თანაბრად მნიშვნელოვანია ყოველდღიური რიტუალებისა და პრაქტიკის დანერგვა, რომლებიც აძლიერებს თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ ენერგიას. ბუდისტურ სწავლებებსა და სხვა სულიერ ტრადიციებში დაფუძნებული ეს რიტუალები ხელს უწყობს ფულთან უფრო ღრმა და პოზიტიური კავშირის შექმნას, როდესაც ისინი განზრახვითა და თანმიმდევრულობით სრულდება. მათ შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ფინანსების მართვის წესი, გახსნან გზები ახალი შესაძლებლობებისა და სიუხვის სტაბილური ნაკადისკენ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რიტუალი არის ყოველდღიური მადლიერების პრაქტიკა იმ ფულისთვის, რომელიც უკვე გაქვთ დაძინებამდე ან გაღვიძებისას. დაუთმეთ რამდენიმე წუთი იმ ფულზე ფიქრს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა, იქნება ეს ხელფასის, საჩუქრების თუ თუნდაც მცირე დანაზოგის სახით. იყავით მადლიერი ყოველი პენისთვის. გააცნობიერეთ მისი ღირებულება და დადებითი ენერგია. მადლიერების ეს მარტივი აქტი არა მხოლოდ ამაღლებს თქვენს ენერგეტიკულ ვიბრაციას, არამედ სამყაროს უგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ თქვენ აფასებთ და პატივს სცემთ ფულს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას იზიდავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა იმ სივრცეების ენერგეტიკული გაწმენდა, სადაც ფულს ინახავთ. ეს შეიძლება გაკეთდეს საკმევლის დაცვით, ენერგეტიკული გამწმენდის სპრეების გამოყენებით, ან უბრალოდ ამ ადგილების ორგანიზებითა და ფიზიკურად დასუფთავებით. ამ სივრცეების რეგულარული გაწმენდა აშორებს ნებისმიერ სტაგნაციურ ან ნეგატიურ ენერგიას, რომელიც შეიძლება ბლოკავდეს სიუხვის ნაკადს. გარდა ამისა, ამ ადგილების რეგულარული მოვლით, თქვენ აძლიერებთ ფულის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში და ქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსურ ზრდას და უსაფრთხოებას. პოზიტიური ვიზუალიზაცია ასევე ძლიერი ინსტრუმენტია ფულის ენერგიის ყოველდღიურად გასაძლიერებლად. დაუთმეთ რამდენიმე წუთი თქვენი ფულის ზრდას და გამრავლებას იმ ადგილებში, სადაც მას ინახავთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს სივრცეები ასხივებენ სინათლეს და დადებით ენერგიას, რაც თქვენს ცხოვრებაში მეტ სიმდიდრეს და შესაძლებლობებს იზიდავს. ეს პრაქტიკა არა მხოლოდ ხელს უწყობს თქვენი კავშირის გაძლიერებას ფულთან, არამედ გადაპროგრამებს თქვენს გონებას, რათა მოელოდეს და მიიღოს სიუხვე, როგორც თქვენი რეალობის ბუნებრივი ნაწილი. დროთა განმავლობაში ეს ვიზუალიზაცია შეიძლება გამოვლინდეს რეალურ და მოულოდნელ ფინანსურ მოგებაში. ჩართეთ კეთილდღეობის დადასტურებები თქვენს ყოველდღიურ რუტინაში. აირჩიეთ ერთი ან ორი ძლიერი ფრაზა, როგორიცაა „მე ვარ სიმდიდრის მაგნიტი“, ან „კეთილდღეობა თავისუფლად მოედინება ჩემკენ“ და გაიმეორეთ ისინი დღეში რამდენჯერმე. შეგიძლიათ თქვათ ეს დადასტურებები დაშვებულია ფულის შენახვისას. ამისთვის გამოყოფილი სივრცეების გაწმენდისას ან ვიზუალიზაციის პრაქტიკის დროს, ეს დადასტურებები ეხმარება თქვენს გონებას სიუხვის ენერგიასთან ჰარმონიაში. აძლიერებს იმ აზრს, რომ თქვენ იმსახურებთ და მზად ხართ მიიღოთ კეთილდღეობა თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ მივახციეთ ცოდნისა და რეფლექსიის ამ მოგზაურობას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ფულის შესანახ ადგილებს პირდაპირ გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე. ამ ვიდეოს განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ღირებული სწავლებები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ჩვენი სახლის სივრცეების ენერგიას ღრმა გავლენა აქვს ჩვენს ფინანსურ ცხოვრებაზე. ამ გაკვეთილების გაგება და გამოყენება შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ფულთან თქვენი ურთიერთობის ტრანსფორმაციისა და თქვენთვის სასურველი სიუხვის მოზიდვისკენ. ფულის შესანახად სწორი ადგილების არჩევისა და მადლიერებისა და ენერგიის გამწმენდი პრაქტიკის დანერგვისას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია კეთილდღეობის მოსაზიდად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ის, ვინც საკუთარ ბედს განსაზღვრავს. ვერცერთი ტექნიკა ან სწავლება ვერ შეცვლის ჩვენი ყოველდღიური ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ძალას. მხოლოდ ფული ვერ განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ ცხოვრებას. ჩვენ ვართ ის, ვინც ჩვენი არჩევანითა და დამოკიდებულებით განსაზღვრავს ჩვენი ფინანსების მიმართულებას. მადლიერების პრაქტიკა, პოზიტიური ვიზუალიზაცია და ენერგიული გარემოს შენარჩუნება ძლიერი ინსტრუმენტებია გზების გასახსნელად და შესაძლებლობების შესაქმნელად. თუმცა, მათ უნდა ახლდეს პროაქტიული და გადამწყვეტი დამოკიდებულება. ჩვენ ვართ ის, ვინც ამ გზას მივყვებით. გამოწვევების წინაშე დგომა, დაბრკოლებების გადალახვა და გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ფინანსურ წარმატებაზე. კეთილდღეობა არ არის მხოლოდ ის, რასაც ვიზიდავთ, არამედ ის, რასაც თავდადებით ვაშენებთ, დისციპლინა და გამბედაობა, პოზიტიური ვიბრაცია და სიუხვის აზროვნების შენარჩუნება აუცილებელია,
მაგრამ სწორედ მოქმედება გარდაქმნის ამ ვიბრაციებს. რეალურ შედეგებად იქნება ეს შრომის მოყვარეობა, მუდმივი სწავლა თუ ახალი შესაძლებლობების ძიება. სწორედ ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს, მივაღწევთ თუ არა სასურველ კეთილდღეობას. ყველა მცირე გადაწყვეტილება ჩვენი დროისა და ფულის ინვესტიციიდან დაწყებული, გამოწვევებზე რეაგირებით დამთავრებული, ხელს უწყობს ჩვენი ფინანსური ბედის აგებას. ასე რომ, როდესაც იყენებთ ჩვენს მიერ განხილულ სწავლებებს, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თქვენი მომავალი პრაქტიკის მთავარი არქიტექტორი. მადლიერება. დიახ, შეინარჩუნეთ თქვენი ვიბრაციები მაღლა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მტკიცედ აიღეთ თქვენი ბედის სადავეები ხელში. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იაროთ იმ გზაზე, რომელიც ჭეშმარიტ სიუხვემდე მიდის. იყავით თქვენი წარმატების მამოძრავებელი ძალა. და გახსოვდეთ, წარმატებული ფინანსური ცხოვრების შექმნის ძალა თქვენს ხელშია. ახლა, როდესაც იცით ფულის შესანახად სწორი ადგილების არჩევის მნიშვნელობა, დროა პრაქტიკაში გამოიყენოთ ყველაფერი, რაც ისწავლეთ. დაფიქრდით თქვენს სახლში არსებულ ადგილებზე, სადაც თქვენი დანაზოგი იყო განთავსებული. და დაფიქრდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა ისინი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ენერგიებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გსურთ. მცირე ცვლილებებს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს და ამ პრაქტიკის განხორციელებით თქვენ დაიწყებთ შეამჩნიოთ განსხვავება თქვენსკენ მომავალი სიმდიდრისა და შესაძლებლობების ნაკადში. ისინი ძლიერი ინსტრუმენტებია თქვენს ცხოვრებაში ფულის ენერგიის გასაძლიერებლად და სიუხვის უწყვეტი ნაკადის უზრუნველსაყოფად. მადლიერების ყოველდღიური პრაქტიკა, საცავის სივრცეების ენერგიული გაწმენდა, პოზიტიური ვიზუალიზაცია და კეთილდღეობის დადასტურებები. ეს ყველაფერი მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ქმედებებია თქვენი ფინანსური ცხოვრების მუდმივი ზრდისთვის. გახადეთ ეს პრაქტიკები თქვენი რუტინის ნაწილად და უყურეთ, როგორ იცვლება თქვენი ურთიერთობა ფულთან. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი გააკეთოთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.